მე შემიძლია სანქციებთან დაკავშირებით გითხრათ შემდეგი, რომ დიახ, სწორად ჩამოაყალიბეთ, ანუ ეს სანქცია ერთის მხრივ არ არის, ასე ვთქვათ, მაგნიტსკის სია, ცალსახად, რომელიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში ყველაზე ესეთ რაღაც ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით კეთროვანთა სიას, მოდი ესე ვიტყოდი. მეორეს მხრივ ეს არის კლასიკური ფინანსური სანქცია, რომელიც დოლარის სივრციდან მომდინარეობს. მისი გამომცხადებელი გახლავთ აქტივების გამკარგველი სააგენტო, ესე ქვია ზუსტი სახელით, ეს არის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ამერიკის მთავრობის შემადგენლობაშია და შედის ამერიკის ხაზინის ქვეშ. ამერიკის ხაზინა ჩვენ ტევპიროლის მიმდევრებს და მაყურებლებს რომ უთხრათ, ეს ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც საბოლოო ჯამში დააწესა სანქცია, რომელიც შეუზღუდავს ამერიკის ტერიტორიაზე დაუბლოკავს ყველანაირ ქონებას, აქციას, აქტივს ნებისმიერს, რასაც კი ის ფლობს. მათ შორის ეს აქტივები, აქციები და თანხები დაიბლოკება სხვა იურისდიქციებშიც და შესაბამისად ამის გარდა შეზღუდვები დაუწეს და კიდევ რომელიც ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო სინგაპურში მოგებული სასამართლო თანხასთან დაკავშირებით, რომელზეც ალბათ დროთა განმავლობაში გამომდინარე იქიდან რომ ბიზნესმენებმა მოუგო ეს სასამართლო პროცესი Credit Suisse, ის ამ თანხას ვერ მიიღებს თუ არ იქნა აი ამ ოფაკი არის სწორედ ის სააგენტო, აქტივების გამკარგველი სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატებისა, მათი დასტური. ანუ 9 მილიარდია თუ 493-ია ის თანხა მოგებული ბიზინა ივანიშვილის ანგარიშზე ვერ მოხდება თუ არ იქნა მათი დასტური და ბოლოს წინა თემა, რაც არის დიანა, არის ის, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ტოქსიკური თემა ნებისმიერი სხვა ბიზინა ივანიშვილთან დაკავშირებული მომავალში საქმიანი თანამშრომლობისთვის, მასთან მიმართებაში არა მხოლოდ თუ მეტნაკლებად გასაგებია როგორც იმოქმედებენ ბანკები, რომ უბრალოდ არ გაიკარებენ არაფერს, რასაც ქვია დოლართან ურთიერთობა, რომელსაც დიდი ალბათობით და ლოგიკა ბოლო 2 წლის ნახევრის ისტორიისა გვასაუბრებს, რომ ამას მოყვება დიდი ბრიტანეთის და შემდგომ უკვე ევროზონის, ანუ ევროს სანქციები, ანუ ბრიტანული ფუნტი და ევრო. მაგრამ ამის გარდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და დამუხრუჭდება მასთან დაკავშირებული ბიზნესების ტრანზაქციები. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გააჩერებენ მუშაობას. გიორგი, ეს ეხება პერსონალურად მას თუ მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, თითქოს აქ რაღაც კავშირია, მაგრამ მას პერსონალურად ეხება და მის ბიზნეს კომპანიებს შეუძლია. მართალია, ორთავე. ეს ეხება პერსონალურად მას და ყადაღა გავრცელდება ნებისმიერ კომპანიაზე, ყადაღა გავრცელდება, რომელშიც ბიზინა ივანიშვილი ფლობს 50% + 1, ანუ სადაც არის წარმოდგენილი როგორც უმრავლესობის მფლობელი. თუმცა ნებისმიერ კომპანიაში, სადაც კი ის არის დარჩენილი უმცირესობაში, ანუ არის ეგრეთ წოდებული მინორიტარი, იქაც კი იმ კომპანიებს შეექმნებათ საკმაოდ სერიოზული დაკვირვების ქვეშ მოექცევიან და მათი საოპერაციო ყოველდღიურობა აღარ იქნება ისეთივე ლაღი, როგორიც იყო აქამდე. და ბოლო თემა, რაც არის ყველაზე მძიმე, ეს უფრო პოლიტიკური თემაა, ვიდრე ის სფერო, რომელშიც მე უფრო მაქვს ცნობა, უკაცრავად მაქვს განათლება, გულისხმობ ეკონომიკას, ეს არის პოლიტიკური თემა, რომ ბიზინა ივანიშვილი არ მოხდა ჩვეულებრივ სიაში, ასე ვთქვათ, დასანქცირებულისა. ეს არის რუსული პაკეტი, ასე ვთქვათ. ეს არის რუსული პაკეტი, ეს არის რუსული ეგრეთ წოდებული სანქცირებული სია, რომელიც ამოქმედებულია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ და მასში ფაქტიურად მოქცეულია რუსული ოლიგარქატის უდიდესი ნაწილი და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ბოლო 2 წლის განმავლობაში ის ვაი უშველებელი, რომელიც მოსდევს ამ შემთხვევაში იმ ვითარებას, რაც არსებობს ამ თემაზე. კი ბატონო,
გიორგი, ქვეყანაზე, მის საფინანსო, ეკონომიკურ ვითარებაზე, ვიდრე კრიზისის განმუხტვა, ან ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ან პოლიტიკური დიალოგი არ დაიწყება, ბუნებრივია, ამაზეც არის ეს მიბმული ყველაფერი, ეს რა ტიპის გავლენას მოახდენს? ანუ ივანიშვილი თავისი რესურსებით, თავისი გავლენით, ინსტიტუციური, არ ვიცი, პოლიტიკური, ვთქვათ, ყველაფერი არის მასთან კავშირში და სხვათა შორის სწორედ ამ ტიპის სასანქციო პაკეტში ფარცხალაძის მოხვედრის შემდეგ არსებობდა ის ეროვნული ბანკის კონკრეტული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა, ანუ ამ ხრივ რა ტიპის გამოწვევებს ხედავ. ასევე ქართულ ბანკი მის მფლობელობაში. დაახლოებით 4 საათის წინ ჩვენ გქონდა ბოლო კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და მათ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ისინი იმოქმედებენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად. თუ გავიხსენებთ, მათ 6-7 თვის წინანდელ რელიზდიანა, როცა რუსული კანონის შესახებ იყო დიდი ამბავი ატეხილი, იქ ეროვნული ბანკი მიუთითებდა მაშინ საქართველოს კანონმდებლობაზეც და საგამონაკლისო წესზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ თუ საქართველოს სასამართლომ არ დაადასტურა ადამიანის სანქცირებულობა საქართველოს ტერიტორიაზე, მას არ შეეზღუდებოდა ამდაგვარი. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მყრაჩობილი დოკუმენტია, რადგან 17 კომერციული ბანკიდან საქართველოში ბანკი ქართულს ჩათვლით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის დე-ფაქტო და დე-იურე საკუთრებაშია, უტა ივანიშვილისა, მე არ ვიცნობ ბანკს და საფინანსო სტრუქტურას, რომელიც ამგვარ თემას ხელს მოაწერს, ანუ გაუტარებს სანქცირებულ პირს რაიმე ტრანზაქციას. ეს არის ყოფით ენაზე რო ვთქვა, თვითმკვლელობის ტოლფასი ბიზნესში და ეკონომიკაში. ამიტომ ესეთი იული გასეირნება ამ ყველაფრიდან არ მოდის. მე არ ვამბობ, რომ ის ხვალიდან ვერ შეძლებს და ჟანგბადს ანუ არა, ეს ასე არ არის. ცხადია, აქ ძალიან ბევრი საშუალება არის დარჩენილი. უბრალოდ ეს არის იმ ტიპის დისკომფორტი, იმ ტიპის რეპუტაციული ზიანი, რომელსაც ბიზნეს სამყაროში ფაქტიურად ანალოგი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სანქცია, რომელიც მომდინარეობს, ეს არის აი მას მოხერხება უნდა, რომ სანქცია დაგიწესონ, მაგრამ გაცილებით რთულია ამ სანქციების სიიდან ამოსვლა და დიდი ალბათობით თქვენ და თქვენ მოვესწრებით სულ მალე პერიოდს, როცა ქართული ოცნების ლიდერები ღიად დაიწყებენ საუბარს ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, როგორც დეოლიგარქიზაციის, ასე ვთქვათ, ყოველგვარი deep state და ყველაფერი მიეცემა წარსულს და მერე უკვე დავიწყებთ უკვე ტრამპის დეოლიგარქიზაციაზე და ან შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ტრამპიც ნაცია მაგალითად, ან რაღაცა ამდაგვარი.